GMB-G საქართველოს მეხსიერების ბანკის ინტერნეტ მისამართია. სწორედ ამ ვირტუალურ საცავში მოიყარა თავი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანმა მოვლენებმა. 1956 წლის 9 მარტის, 1978 წლის 14 აპრილისა და 1989 წლის 9 აპრილის ქრონიკები ამ პროცესებში მონაწილეთა ზეპირი ისტორიებით შეიქმნა. პროექტს წინ 2012 წელს გამოცემული წიგნი 1978 წლის 14 აპრილი უძღოდა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გახლავთ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, რომლის შესახებაც ჩვენი ჯგუფის წევრებმა მოაგროვეს ზეპირი ისტორიები, ჩაწერეს ის ადამიანები, ვინც უშუალოდ იღებდნენ ამ დროს მონაწილეობას ქართული ენის გადარჩენასთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია, ეს მასალები შეგროვდა და გამოიცა წიგნად უკვე 2012 წელს. ისტორიის კვლევის ალტერნატიული მეთოდით, ზეპირი ისტორიების შეგროვებითა და საარქივო და ფოტომასალებით ვებგვერდი GMB-G ყველაზე თვალსაჩინო ვირტუალური საცავი იქნება საქართველოს უახლესი ისტორიით დაინტერესებულთათვის. ის ინფორმაცია, რაც იყო წიგნად გამოცემული, უკვე გადატანილია ამ ვებგვერდზე. ვებგვერდი საინტერესო ასევე იმ მხრივ, რომ გამოტანილია ვიდეო, აუდიო, ფოტომასალა, ასევე თვალსაჩინო, უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო მსგავსი საკითხებით მკვლევარი ადამიანებისთვის. ენათმეცნიერი თეიმურაზ გვანცელაძე ისტორიული პროცესების შემდეგ საკუთარი ისტორიებით პროექტის მონაწილეც გახდა. მის მოგონებებს ქართული ენის დაცვის შესახებ ახლა უკვე საქართველოს მეხსიერების ბანკი ინახავს. დღეს ყველა ამბობს, რომ ჩვენ მაშინ დავიცავით ქართული ენა და ეს მართლაც ასე იყო. ქართული ენის ინტერესები დავიცავით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი მაშინ კონსტიტუციის ფარგლებს არ გასცილებია, ვინაიდან რეალურად ქართული ენის უფლებები არ გაზრდილა და უფრო მეტი შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთში მაგალითად ამ კონსტიტუციის ამბებს მოხვა მოსკოვის შურისძიება იმ თვალსაზრისით, რომ იქ გაიხსნა აფხაზეთის ტელევიზია, რომელშიც პრაქტიკულად ქართული ენა სრულიად იგნორირებული იყო. ზეპირი ისტორიების შეგროვება ახლაც გრძელდება. ნებისმიერ მსურველს, რომელიც ისტორიულ პროცესებში იყო ჩართული, საშუალება აქვს საკუთარი მოგონებები GMB-G-ზე თავად ატვირთოს. მეხსიერების ელექტრონული საცავის სამ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს კი საქართველოს უახლეს ისტორიაში განვითარებული სხვა მოვლენებიც დაემატება.